Ჩვენ სხვა გზა აირჩია ეს გუშინდელ მის გამოსვლაში კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩინდა. როგორც ჩანს, მისი არჩევანია ასეთია. რაც მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესია მისთვის და მისი გუნდისთვის. ამიტომ ის დესტრუქციული კომენტარები, ის რაღაც გარკვეული სიხარულიც კი იმისა თუ პრობლემები შეიქმნება ქვეყანაში, ის არასწორი ფაქტები საბანკო სექტორთან დაკავშირებით, ის მონდომება იმისა, რომ თითქოს ევროკავშირთან ქვეყანას პრობლემები ექნება ასე გაასაღოს მის წარმომადგენლების წარუმატებელი მცდელობა, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში არასწორი ფაქტები ასახულიყო. მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან შესაძლო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას, პრობლემები შეექმნას და აგრძელებს იმ ლექსიკით საუბარს, რამაც ქვეყანას მხოლოდ გაურთულა ურთიერთობა რუსეთთან და არაფერი სიკეთე არ მოუტანია. ის დამახინჯება ფაქტების, რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ის თემები, რომელზეც ისაუბრობდა, თითქოს მას შეეძლო დაეტოვებინა თანამდებობებზე შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მან ეს კეთილინებით არ გააკეთა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება, ეგრეთ წოდებული მზაობა დიალოგზე თუ შეთანხმებაზე ნამდვილად ვერ იმსახურებს ნდობას, იმიტომ რომ ეს არაფრიდან არ გამომდინარეობს. მან ისიც კითხვა, რომ თურმე ამინისტიის თემა არ ყოფილა მოლაპარაკებების პროცესში დაბრკოლება. არადა ეს ასე იყო. ეს ასე იყო და მე ძალიან მიჭირს, მე ძალიან მიმძიმს ვამხილო პრეზიდენტი ასეთ ამბავში. დიახ, მათ მოითხოვეს ამნისტიის ის ვერსია, რომლის გამოც კონსტიტუციურ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. მათ ჰქონდათ საკმარისი დრო თავის დროზე ეს გაეაზრებინათ. ჩვენ ამის თაობაზე განცხადება საჯაროდ გავაკეთეთ მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 3 დღის შემდეგ. ასე რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია.